საქართველოში გამთენისას ჩამოსულმა ნატოს ელჩებმა უკვე გამართეს შეხვედრა სახალხო დამცველთან. შემდეგ კი ისინი რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ და ინოვაციურ სერვისს გაეცნენ. ვიზიტის განმავლობაში ისინი რამდენიმე შეხვედრას გამართავენ მაღალი თანამდებობის პირებთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიპლომატების ვიზიტის დეტალებს ახლა ნათია გოგსაძე გაგვაცნობს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნატოს სამეუკავშირეო ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ნატოს წევრი ქვეყნის ელჩებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზედაც განხილული იქნება წინა საარჩევნო გარემო საქართველოში. თუმცა მანამ ვიდრე პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები გაესაუბრებოდნენ, ისინი იმყოფებოდნენ რუსთავში იუსტიციის სახლში, სადაც თავად დაათვალიერეს თუ როგორ მუშაობს ახალი ქართული ბრენდი იუსტიციის სახლი და თუ როგორ ხდება ის, რომ ერთ სივრცეში შესაძლებელია 300-ზე მეტი სერვისის მიღება. ნატოს წევრი ელჩებისთვის სიმბოლურად დაიბეჭდა საგანგებო პასპორტებიც, სადაც აღბეჭდილია ყველა ის თანამედროვე პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა საქართველოში. მათ მეგზურობას იუსტიციის სახლში უწევდა თავად იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა, გარდა ამისა, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს მასპინძლობს საქართველოში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გეგა გალობლიშვილი. ერთ-ერთი თემა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც როგორც გენერალური მდივანი, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები ხალხს უსვამენ, ეს არის წარმატებული რეფორმები, რომლის გატარებაც საქართველოს შეძლო უკანასკნელი წლების განმავლობაში და ის, რომ ეს წარმატებული რეფორმები აახლოებს საქართველოს მისი საბოლოო მიზნისკენ, რაც არის საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ცალსახად იქნა აღნიშნული გენერალური მდივნის ვიზიტის დროსაც, რომ ალიანსი ნატო არის საქართველოს სახლი, სადაც არის საქართველოს არქივი. მათ დეტალურად შეისწავლეს და გავაცანით, როგორ ხდება სახელმწიფო სერვისების მიწოდება 300-ზე მეტი სერვისის სივრცეში, ზოგადად იუსტიციის სახლს ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება აქვს და დაინტერესება და ძალიან ბევრ დელეგაციას ვიღებთ ყოველდღიურად. შეეხება დღევანდელ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შემდეგ უკვე ნატოს სამეუკავშირეო ოფისში მოვლენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საქართველოში, ხოლო დილით კი უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები გაემგზავრებიან ქალაქ გორში და მოინახულებენ სამხედრო აკადემიას. ამის შემდეგ ისინი ესტუმრებიან დევნილებს და გაეცნობიან იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც ისინი აგვისტოს ომის ცხოვრობენ. დღის მეორე ნახევარში კი ესტონეთის, ლიტვისა და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდებიან. ეს ნათია გოგსაძე იყო.